სასტრაფო ამბები. რუსეთის არმია ამზადებს შეტევას ეგრიწოლმუ ციხესიმაგრეების სარტყელზე დონეცკის ოლქში. ესენია კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი. და ამას აპირებენ მოიმოქმედებენ ბრძოლის ველის საჰაერო ბლოკადის ტაქტიკის გამეორებით, რაც სამწუხაროდ უკვე იმუშავა პოკროვსკისა და გულაიპოლის აღებამდე 2025 წელს. ასეთ დასკვამდე დღეს მივიდნენ ომის კვლევის ინსტიტუტში. პარალელურად რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის გენერლები მესამე თვეა ზედიზე დამყარებენ რეკორდებს შტურმული შეტევების რაოდენობით. ცდილობენ შეასრულონ ვლადიმირ პუტინისთვის მიცემული დაპირებები. კერძოდ ოკუპირონ მთელი დონბასი წლის ბოლომდე. ხოლო პასუხად უკრაინას სისტემურად ანადგურებს რუსეთის ლოგისტიკას. ბოლო ორ დღეში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უაილდბერისის საწყობები, ერთდროულად რამდენიმე რეგიონში, ნავთობაზები და პირველად დიდი სუპერმარკეტების ქსელის სადისტრიბუციო ცენტრი. აქ საჭიროა ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ, რადგან რუსები უკვე დაიწყეს ამ თემით მანიპულირება. დავაკვირდეთ, როგორც ამბობენ ორივე ფრონტს, სამხედრო და ლოგისტიკურს. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავიწყოთ მთავარი სიახლით, იმით, რას ამზადებს რუსეთი დონბასზე. ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსი ოკუპანტები იმეორებენ თავიანთი საბრძოლო ველის საჰაერო ბლოკადის კამპანიის ცალკეულ ასპექტებს, რომელიც ტარდებოდა 2025 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე და შექმნა პირობები შეტევისთვის. 2025 წლის ბოლოს პოკროვსკისა და გულაიპოლის რაიონში. 2026 წელს რუსეთის ფედერაციის არმია ატარებს ანალოგიურ კამპანიას. ამჯერად მიზანში ამოღებული აქვს სლავიანსკი და კრამატორსკი. კონკრეტიკა ასეთია. რუსეთის არმია სულ უფრო ხშირად აყენებს დარტყმებს უკრაინულ ლოკომოტივებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკისთვის. 2026 წლის ივლისში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ თავისი დანაყოფები 1000 მოლნია ტიპის დრონით უზრუნველყო. და გასაბრძანება გაეზარდა დარტყმები უკრაინულ ლოგისტიკაზე, კრამატორსკსა და მიმდებარე რაიონებში. პარალელურად ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, მტერმა დაიწყო შეტევა გადასასვლელებზე, რომლებიც აკავშირებს აგლომერაციის ორ მნიშვნელოვან ქალაქს, სლავიანსკსა და კრამატორსკს. გეოლოკირებული ვიდეო, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს რუსეთის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის დარტყმის შეტყმის შედეგებს, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ჩერეკოვსკის ხიდი სლავიანსკის აღმოსავლეთ ნაწილში. აი რუსების ამ ტაქტიკის აზრი პრინციპში გასაგებია. ასეთი ლოგისტიკური კვანძების განადგურება მიზნად ისახავს მაქსიმალურად გაართულოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაჯგუფება და საბრძოლო მასალის მიწოდება შესაძლო სახმელეთო ოპერაციების გააქტიურების წინ. ანუ რუსეთი ცდილობს ჯერ მოწყვიტოს მომარაგება და შემდეგ უკვე გადაისროლოს ქვეითი ჯარი წინ, როგორც ეს პოკროვსკის წინ მოხდა. და ამაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გავიმეოროთ გასული წლის ბოლოს არსებული სიტუაცია. ამასთან თავად რუსების წინსვლის ტემპი უკიდურესად ნელია. ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემებით, 2026 წლის ივლისში რუსულმა ჯარებმა მხოლოდ თითქმის 38 კვადრატული კილომეტრით წაიწიეს წინ, რაც საშუალოდ მთელი ფრონტის ხაზზე დღეში ოდნავ მეტს, 1 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. აი სწორედ აქ არის ყველაზე თვალსაჩინო. მიუხედავად ასეთი უმნიშვნელო ტემპებისა, რუსეთის არმიის შტურმული მოქმედებების რაოდენობამ უკრაინაში ივლისში ზედიზედ მესამე თვე რეკორდი დაამყარა. ეს გამომდინარეობს უკრაინული ანალიტიკური პროექტის Deep State-ის გათვლებიდან. Deep State-ის მონაცემებით, ივლისში რუსმა გენერალებმა 8000 ჯერ გაგზავნეს რუსეთის არმია უკრაინული პოზიციების შტურმზე. რატომ არის ასეთი სიტუაცია? აჩქარება. რატომ არის ასეთი მასობრიობა? საქმე იმაშია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის გენერალებმა დაპირება მიცეს პლეშავ იდიოტ ვლადიმირ პუტინს, რომ წლის ბოლომდე ისინი შეძლებენ სრულად დაიკავონ დონეცკის ოლქი, სადაც კვლავ რჩება დაახლოებით 17% ტერიტორიებისა, რომლებიც არ ექვემდებარება გაურეცხავ რუსებს. მათ შორის 50 კილომეტრიანი ზოლი ქალაქ ციხეებისა, კერძოდ კონსტანტინოვკა, დროშკოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი.
ამასთან Bloomberg-ის მონაცემებით, პუტინი ახლა აღარ თანხდება მხოლოდ დონეცკის ოლქით დაკმაყოფილებას. მისი აზრით, თითქოს აშშ-მა დაარღვია ანკორჯის შეთანხმებები და სურს სრული კონტროლი ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლებიც 2022 წელს იქნენ ანექსირებულნი. ამასთან რუსეთის სამხედროების ნაწილი პუტინისთვის დასახელებულ ვადებს არარეალისტურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ომი დონბასისთვის, როგორც ისინი ამას უწოდებენ, გაიწელება 2 კვირამდეც კი. სუბტიტრები შექმნა დიმა ტორზოკმა. ამასთანავე უკრაინის შეერაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის ლოგისტიკის განადგურებას თავად რუსეთში. დავიწყოთ რუსებისთვის შედეგებით ყველაზე მძიმე ეპიზოდით. 4 აგვისტოს დილით უკრაინულმა უპილოტოებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ჩეხოვზე, მოსკოვის ოლქში. იქ ისევ იწოდა საწყობები. ამავე დროს ყველაზე დიდი ლოგისტიკური კომპლექსი ვალდბერიზე თავდასხმა განხორციელდა ლენინგრადის ოლქში. სოფელ კრასნი ბორში, რომლის ფართობია 154,000 კვადრატული კილომეტრი, სხვათა შორის ეს არის ბოლო და ყველაზე დიდი დარჩენილი საწყობი ამ მარკეტპლეისის ამ რეგიონში. გაგახსენებთ კონტექსტს. 24 ივლისს უკრაინულმა დრონებმა უკვე შეუტიეს ვალდბერისის 2 სხვა სორტირების ცენტრს, ამავე ლენინგრადის ოლქში. უტკი ზავოდში, რომლის ფართობია 18,000 კვადრატული მეტრი და შუშარი, რომლის ფართობია 106,000 კვადრატული მეტრი. ვალდბერისის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების კამპანია 18 ივლისიდან მიმდინარეობს. და დღევანდელი მდგომარეობით ამ კომპანიის დაზარალებული სათხოვების საერთო ფართობმა 1,900,000 კვადრატულ მეტრს მიაღწია. სხვათა შორის ეხლა უკვე ოფიციალურადაც შეიძლება ითქვას. 2 აგვისტოს დაზარალებული ვალდბერისის საწყობი სამარის ოლქშია. ეს არის კომპანიის 5 უმსხვილესი ლოგისტიკური ჰაბიდან ერთ-ერთი რუსეთში. სრულიად დაიწვა. ყველა საქონელთან ერთად. ეს უკვე რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ დააფიქსირა. დამატებით, დრონებმა შეუტიეს სიზრანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას და კიდევ ერთ ვალდბერისის საწყობს ტვერის მახლობლად. მაგრამ ამ ღამით პირველად კიდევ რაღაც მოხდა. ამ კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს არა ვალდბერისის საწყობებს და არა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, არამედ სუპერმარკეტების ქსელის სადისტრიბუციო ცენტრს. საუბარია ლენტაზე. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი ქვეყანაში, რომელსაც აქვს 7,000-ზე მეტი მაღაზია და კონტროლდება მილიარდერ ალექსეი მორდაშოვის სევერ გრუპის მიერ. PIS მიერ. აქ მნიშვნელოვანია თავიდანვე დავაფიქსიროთ სამართლიანი კონტექსტი, სანამ რაიმე დასკვნას გამოვიდან. რუსები უკვე მთელი ხმით ხვირიან, რომ უკრაინელებმა დაარტყეს სასურსათო საწყობს. როგორ შეიძლება ასე? ეს ტერორიზმია და ასე შემდეგ. მოდით დავაფიქსიროთ. ეს სულაც არ არის პირველი დარტყმა სასურსათოზე. ლოგისტიკა ამ ომში. მაგრამ ახლა როლები შეიცვალა. შეგახსენებთ ბოლო ეპიზოდს. 3 აგვისტოს დღისით პირდაპირ ამ უკრაინული დარტყმის წინა დღეს რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს სასურსათო საწყობებს დნეპრში. ამ დარტყმამდე ერთ დღეზეც ნაკლები ხნით ადრე. განადგურდა ნაყინის საწყობი, რომლის პროდუქციაც მთელ უკრაინაში ვრცელდებოდა. მანამდე რუსებმა შეუტიეს მეფრინველეობის ფაბრიკებს, შეუტიეს სასურსათო საწყობებს და ასე შემდეგ. ანუ სწორედ გაველურებულმა რუსულმა მხარემ მიაყენა პირველი დარტყმა სამოქალაქო სასურსათო ლოგისტიკას. აი ეს ლენტას საწყობი უკვე უკრაინის პასუხი იყო. ამ და სხვა მრავალ მსგავს დარტყმაზე უკრაინის მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე. სულ ესა. ომი სრულიად სარკისებრი გახდა და რუსებს მოუწევთ საკუთარ თავზე გამოცადონ ყველა ის სილამაზე, რაც რუსეთმა უკრაინაში მოიტანა. ახლა გადავიდეთ ამ კამპანიის შედეგებზე რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან ისინი უკვე სისტემურია. დავიწყოთ საწვავით. რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ასობით ავტოგასამართი სადგური დაიხურა. ხოლო ოფიციალურად 322 ავტოგასამართი სადგური შეჩერდა. ეს 70-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. საკითხი იმაშია, რომ რუსეთში ყველა ავტოგასამართისთვის უბრალოდ არ ყოფნით ბენზინი. ამიტომ გადაწყვიტეს უბრალოდ დახურონ სადგურები. არა, არ ცდილობენ მეტი ბენზინის წარმოებას. ეს ფიზიკურად ვერ შეუძლიათ. საქმე ისაა, რომ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები განადგურებულია. უბრალოდ დაიწყეს ავტოგასამართების დახურვა. უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა მიმდინარე წელს 26 ნავთობ გადამამუშავებელი საწარმო მწყობრიდან გამოიყვანა და თავად ნავთობ გადამუშავება რუსეთში დაეცა 2002 წლის მაჩვენებლებამდე.
მინდა კიდევ ერთი ახალი ამბავი გაგიზიაროთ. ამჯერად ყაზახეთზე, რომელიც კვლავაც უსიამოვნო დაოცებს. ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრის არმან შაკალიევის ინფორმაციით, ყაზახეთში მალე ექსპლუატაციაში შევა 260,000 კვადრატული მეტრი Wildberries-ის სათხოვები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ არა, რას ამბობთ, ეს საერთოდ არ უკავშირდება უკრაინის დართმევებს. როგორც ჩანს, ოზონსა და Wildberries-ზე უკვე რეგისტრირებულია ასობით ათასი ყაზახური მომწოდებელი. ამიტომ ლოგისტიკა და საწყობები რუსეთიდან უბრალოდ გადაიტანეს ყაზახეთში. ამასთან Wildberries დღეს უკვე ქირაობს 46,000 კვადრატულ მეტრ საწყობს ყაზახეთის რესპუბლიკაში და მზად არის დაიკავოს ქვეყანაში არსებული მთელი თავისუფალი ფართობი. რა თქმა უნდა, ყაზახებო, ფრთხილად იყავით, როცა თქვენს ქვეყანაში ველურ და დაუბანელ რუსებს უშვებთ. განსაკუთრებით უნდა განვიხილოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები შავ ზღვაში. უკრაინული დრონების დარტყმებმა უკვე გაართულა იმპორტის მიწოდება ჩინეთიდან რუსეთში შავი ზღვის გავლით. აღმოჩნდა, რომ ახლა ნოვოროსიისკში საქონლის გადაზიდვა უკიდურესად გაძნელებულია. ექსპედიტორები პირდაპირ უხრჩენ, ეს მარშრუტი არ გამოიყენონ. უპილოტო აპარატებისა და ეკიპაჟის გარეშე კატებების თავდასხმების გამო ამბობენ, სიტუაცია გაუთვალისწინებელია. უბრალოდ შეგახსენებ, რომ 1 აგვისტოს რამეს საზღვაო დრონების თავდასხმის გამო ნოვოროსიისკიდან 130 მილის დაშორებით ჩაიძირა თბომავალი იანინა, კომპანია Fescos. რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა და მწარმოებელთა კავშირის შეფასებით, აზოვ-შავი ზღვის რეგიონში თავდასხმების გამო ყურადღება რუსეთმა ამ სეზონზე ექსპორტზე შეიძლება ვერ გაიტანოს 30-დან 35 მილიონ ტონამდე ხორბალი. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები საერთო ექსპორტს 40-დან 45 მილიონ ტონაზე პროგნოზირებდნენ, ანუ მათი დიდი ნაწილი ახლა იქიდან ვერ გააქვთ, ადრე გაიხარეს, როცა რუსები ოდესის პორტებზე იცინოდნენ. მოდით შევაჯამოთ ეს გამოშვება. როგორც ამბობენ, ადგილზე რუსეთი ამზადებს ცოცხალი ძალის მხრივ ძვირადღირებულ შეტევებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებულ დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზზე, რაც სამწუხაროდ უკვე მეორდება დამტკიცებულ ტაქტიკას, ლოგისტიკის საჰაერო ბლოკადას შტურმამდე. მაგრამ ამისთვის მესამე თვეა რეკორდულ ფასს იხდის, როცა უმნიშვნელო წინსვლის ფონზე მასობრივი შეტევებით უდიდეს დანაკარგებს განიცდის. ხოლო რუსეთის ფედერაციის სიღრმეში ამასობაში ვარდებიან თვითმფრინავები. რუსეთის ფედერაციის სიღრმეში ამასობაში. სატყოის კრიზისი ასობით დახურული გასამართის სადგურით, ნავთობის გადამუშავების კოლაფსი, სასურსათო და საზღვაო ლოგისტიკის დაკარგვა და სათხოვების იძულებითი გადატანა უკვე მეზობელ ყაზახეთში. რა იქნება შემდეგ? თუ ომის კვლევის ინსტიტუტი მართალია პოკროვსკის სცენარის გამეორებასთან დაკავშირებით, სლავიანსკსა და კრამატორსკზე შეტევა შესაძლოა უკვე უახლოეს კვირებში გააქტიურდეს. მაგრამ უკრაინის დარტყმები ლოგისტიკაზე ერთდროულად ართულებს თავად ავშეტევის რუსულ მომარაგებასაც. როგორიცაა დარტყმები ლოგისტიკაზე, დარტყმები ხიდებზე, რომელთა შესახებაც საუბრობს ომის კვლევის ინსტიტუტი, ასევე იმავე სატრანსპორტო სისტემის ნაწილია, რომელსაც უკრაინული უპილოტოები უხტყამენ. მეორე სცენარი. ეკონომიკური ზეწოლა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რუსეთის სამხედრო წარმატებები, რაც შეიძლება კრემლს აიძულოს უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავოს მოლაპარაკებებზე. თუმცა ამ ეტაპზე იგივე ბლუმბერგის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინი პირიქით ამკაცრებს თავის მოთხოვნებს. ასე რომ ომი ფაქტობრივად აშკარა დროის რბოლაში გადაიზარდა. ვინ პირველი გამოფიტავს მოწინააღმდეგეს? და ამ ეტაპზე უკრაინა საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანას. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბმულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველაფერს მშვიდობით.